და ჩვენი ანალიტიკური ჯგუფის წევრებაც დაწვრილებით მოიძიეს აი ამ Eagle Hills-ის მიერ გაკეთებული საქმეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იქ ინდოეთში ფულის გათეთრებას, კრიმინალში, კოლექტიურ დანაშაულში თანამონაწილეობას ედავებიან, ხომ, ორგანიზებულ დანაშაულში. იქ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში ბოლომდე ვერ დაამთავრეს პროექტი და ვერც ერთ ვადაში ვერ ჩაეტივნენ და ანგრეული მომსპარი დატოვეს შესაბამისი გარემო. იქ ალბანეთში და სერბეთში ეს ხელშეკრულებები რამდენჯერმე შეიცვალა და კორუფციაზე აქვთ ეჭვი. ასე რომ ჩვენ აი ამ Eagle Hills-ის სახით საქმე გვაქვს არა სერიოზულ გავლენიან წარმატებულ კომპანიასთან, რომელსაც რაღაცა დიდი საქმეები გაუკეთებია და ბოლომდე მიუყვანია, არამედ საქმე გვაქვს რაღაც კორპორაციასთან, რომელიც არის მხილებული ყველანაირ ცოდვაში, რაც შეიძლება ეკონომიკური საქმიანობის დროს კომპანიამ ქვეყნის წინაშე და ცალკეული სახელმწიფოების წინააღმდეგ ჩაიდიოს. კლიმატის ჩვენი ქალაქი. ხო, ესე იგი საჯარო სივრცეები ისედაც ცოტაა და ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ამ საჯარო სივრცეებს. მწვანე სივრცეები, ჟანგბადის წყარო, დასვენების წყარო, ფილტვები ისედაც ცოტაა ამ ქალაქს, კიდევ უფრო მეტად შემცირდება. აი იმას რა მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ახალი კიდე დამატებითი ქალაქები შენდება ისედაც იმ ქალაქებში, რომლებიც განაშენიანებულია და ბეტონის ჯუნგლებად არის ორივე ქცეული და კიდევ უნდა მიადგან გვერდით ახალი, ზუსტად იგი შეიძლება ცოტა უფრო მეტად გამწვანებული, მაგრამ კონცეპტუალურად ზუსტად იგივე შინაარსის, ასე ვთქვათ, დასახლებები და ეს ისედაც გაბერილი ორი ურბანული ცენტრი ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად უნდა გადატვირთონ. აი ეს რას გამოიწვევს და ამას რა შედეგები შეიძლება მოხდეს. ნახეთ ალბათ ყველამ და ეს მართლა შეურაცხყოფელი იყო ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რომ ქვეყნის ფორმალურად ნომერ პირველი პოლიტიკური ფიგურა გამოდის რაღაც სარეკლამო რგოლში ლამის და ინვესტიციის ესე იგი დადებით მხარეებზე აღფრთოვანებული საუბრობს და ყველას არწმუნებს რა ბედნიერებაა, რომ ეს პროექტი ხორციელდება. ჯერ ერთი პრემიერ-მინისტრს ცოტა თავშეკავება უნდა ქონდეს, რაღაც სახელმწიფოებრივი სტატუსი, ცოტა განსხვავებული და ესეთ პროექტებზე და ინვესტიციებზე არ უნდა ხურდავდებოდეს და უცებ წარმოვიდგენია, ხო, ინფლუენსერი, ხო, ცოტა ის შემცხვა კიდეც რომ წარმოვიდგინე, რომ აი თქვათ კონრად ადენაუერი გამოდის და აკეთებს იმას, რა ქვია, რომელიღაცა ბერლინის გარეუბანში რაღაც კორპუსების მშენებლობის რეკლამას, ან შარლ დე გოლია რაღაცა, ხო? მართალია მაღალი თამასა ავიღე, მაგრამ ეგეთი სწორება უნდა გქონდეს, ხო? რომ პოლიტიკური ლიდერი და ფიგურა ასეთ დონეზე არ უნდა ეცემოდეს, მაგრამ ნუ ვიცით როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიცით რა რანგის და გაქანების ლიდერები ყავს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს. და მოდი ნიკო შენს განავრცე ეს თემა, ხო? გვეუბნებიან რომ გაიწვანეს სივრცეებში, ასე იგი დიდი ინტერვენცია არ მოხდება და შენარჩუნდება ის ყველაფერი და პირიქით ახალი ენერგები გაჩნდება და ასე შემდეგ და გვარწმუნებენ რომ ეს არის არა რაღაცა მდიდართა გეტო, როგორიც აღწერა თანანო, არამედ ეს იქნება რაღაცა ახალი ევროპული ტიპის მწვანე ეროვნული ქალაქი ჩვენს საზღვრებთან, სამოთხე საქართველოს დედაქალაქთან ან ბათუმთან ახლოს. აი ეს საკითხი განვარცოთ და კიდე აი თუ ჩვენ არ ვიაზროვნებთ პროვინციალურად და ცოტა ფართოდ და გლობალურად შევხედავთ საკითხს, ვიცით რომ სოფლიოს ყველა თავმოყარე ქვეყანა, როცა ამ ტიპის ინვესტიციის განხორციელებაზე იწყებს პიკს, იქვე სვამს შეკითხვას. კლიმატი იცვლება. როგორ უნდა დავგეგმოთ ეს პროექტი ისე, რომ კლიმატის ცვლილებაზე მისი ზეგავლენა არ იყოს უარყოფითი და კიდევ უფრო მეტად არ დააჩქაროს ის საშინელი პროცესები, რომელიც აი ამ კლიმატის კრიზისს ახლავს თან. მოდი გაოცებას იწვევს, მერამდენჯერ აკეთებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთსა და იმავეს, რომ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და მერე იწყებენ განხილვას. აი უკან მიდევნებული ლამპარივით, ხო? მიიღეს გადაწყვეტილება, მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, აგერ ჩვენი ქალაქისთვის უძვირფასეს შენობაში რუსთაველის კინოთეატრში გახსნეს ოფისი Eagle Hills-ის და ეხა იწყებენ პროექტის ახსნას. ეს აქ რა ლოგიკაა?
აქ ჩანს დამოკიდებულება შენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. აი შენ არავინ არაფერი არ გეკითხება, შენ არაფერს არ შეგითანხმებ, მუნიციპალიტეტი არსებობს, მისი მმართველობა არსებობს, შენც არ მაინტერესებ, ხალხიც არ მაინტერესებს, მე ვიღებ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას და მე რაღაც ვიდეოს ჩაგიწერ პრომო ვიდეოს და გინდა დამიჯერე, გინდა არა, უკვე ქარავანი დაძრულია და ამ ძაღლების ყეფას ირგვლივ არ არის მნიშვნელობა არ აქვს. და მე თუ ეს პროექტი ჩავარდა და სახელმწიფოს დაეკის რაღაცა გადასახადები, ისიც ჩვენ დაგვრალდება, ხო? გახსოვთ ნამახვანესის პროექტი, რომელიც ასევე საიდუმლო იყო რაღაც ნაწილობრივ, ძლივს გამოაქვეყნეს დოკუმენტები, დასკვნები, ჯერ ხელი მოაწერეს და მერე განხილვა დაიწყო, ჯერ ხალხი ცემეს და მერე მივიდნენ ამ ხალხთან სალაპარაკოდ და ბოლოს კიდე დივერსანტებს ეძახიან იმ ხალხს, ვინც ითხოვდა, რომ ამიხსენი, რას აკეთებ, რატომ აკეთებ და რა არგუმენტით აკეთებ, ხო? ანუ ეს გაუგებარია და ჩვენ ოდესმე ძალაუფლებად უგვექნება ხელში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას, აი ამის ცვლილება გვინდა სწორედ, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ინფორმაციაზე, ცოდნაზე დაფუძნებით და ხალხის თანამონაწილეობით დემოკრატიული, ესე იგი, განხილვის და განსჯის შედეგად და არა ერთპიროვნულად და ესე უკუღმა, როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებს. ეხლა მოდით ეს ქალაქის არგუმენტები მოვამრგვალოთ. აი, მე მინდა გავიხსენო სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი მოძრაობის წარმომადგენლების ვიზიტი ბათუმში. და ბათუმში რო ჩავედით, იქ შევხვდით არაჩვეულებრივ ხალხს, მეც ვიყავი იქ და მოგვიყვეს, რომ საბავშვო ბაღები აღარ ყოფნის. სკოლები აღარ ყოფნის, ჰაერი აღარ მოძრაობს ქალაქში. ამას დაამატეს ეს ტრანსპორტი აღარ ყოფნის, პარკინგის ადგილი აღარ ყოფნის. პასუხები იყო იქ. ნუ გადაადგილება ქალაქში რთულია, გინდა კერძო, გინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და გამაოცა კიდევ იცის გითხრეს, ეს ხო რიგითი მოქალაქეები ამბობენ ამას. ხო, ინფრასტრუქტურაზე აღარ ვამბობ, იტბორება და უბედურება. რიგითმა მოქალაქეებმა გითხრეს, რომ წყლის დეფიციტი გვაქვს, წყლის მიწოდების დეფიციტი, ელექტროენერგიის დეფიციტი. ხშირად, არა იმიტომ რომ ელექტროენერგია არ არის, კი, მაგრამ აი ეს გადამცემი ინფრასტრუქტურა არის გაუბედურებული და ამორტიზებული, ხო? აი ესეთ ქალაქებში ვცხოვრობთ ჩვენ და გვეუბნებია რომ ასეთ ქალაქებს კიდევ ზემოდან ახალი პარაზიტი სუბდასახლებები და სუბურბანული წარმონაქმნები უნდა შეუქმნათ. ხო? აი ამაზე უფიქრია და რამე ჩანს ამ პროექტში ან მისი ავტორები, მათი ავტორების მხრიდან ჩანს, რომ აი ესეთ დეტალებზე ნაფიქრი აქვთ, რომ ქალაქი კიდევ უფრო მეტად იტვირთება და აი ამდენი მიმართულებით დამატებითი ინფრასტრუქტურაა შესაქმნელი. და ის ინფრასტრუქტურა ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ბიუჯეტიდან, რომ ესეთმა ქალაქებმა იფუნქციონირონ. ხალხაშორის როგორ თქვა იცით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ესე იგი ქვეყანაშიო მოსალოდნელიაო ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზრდაო, თან ეს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში სტაბილურიაო და აი აქედან გამომდინარე მე ვარაუდობ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ან საქართველოს მოქალაქე შეიძენს იქ ბინასო, ანუ დააკვირდით არგუმენტის სიმყიფეს და სისუსტეს, რომ თითქოს ნელ-ნელა მდიდრდებით ჩვენ ყველანი ამ სიმდიდრეს გრძნობთ და უცებ დავაბანდებთ ამ, ესე იგი, ჩვენი კაპიტალის საშველად გამოჩენილ პროექტში. ნამდვილად ჩვენ საქმე გვაქვს აპართეიდულ პროექტთან. მდიდრების გეტო, შემოსაზღვრული, თავისი ელიტური წესებით და კანონებით და დანარჩენი ჩამორჩენილი ღარიბი გაუბედურებული საქართველო. ხო, ეს კონტრასტი ჩანს, ხო? საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი თანამოქალაქეები სჭირდება დაბალ კვალიფიციური, დაბალ ანაზღაურებადი საქმეების შესასრულებლად. ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლის გაკეთებაც ადამიანებს ეზიცხებათ და დილას რო იღვიძებენ და რობოტებსაც შეუძლიათ და არ უნდათ არც თვითრეალიზებულად გრძნობენ თავს, არც ბედნიერად გრძნობენ თავს, არც გაუცხოვებულები არიან ამ საქმიდან, მაგრამ აი ამ ინვესტიციას სჭირდება აი ეგეთი, ესე იგი, მოსამსახურე პერსონალი და ჩვენი ხედვა ყოველთვის არის ესეთი, რომ ჩვენ გვინდა ისეთი ინვესტიციები ამ ქვეყანაში, რომელიც შექმნის სტაბილურ, ღირსეულ სამუშაო ადგილებს,
რომელსაც ჭირდება ცოდნა, რომელსაც ჭირდება ღირსეული შრომითი პირობები, რომელსაც ჭირდება კვალიფიციური ადამიანები. და გვინდა აი ამ ტიპის ინვესტიციები, აი ხო ამბობენ რომ აბა ინვესტიციების გარეშე გინდათ რომ განვითარდეს ეს ქვეყანა? დიახ, ჩვენ ვამბობთ რომ ზოგიერთი ინვესტიცია ამ ქვეყანას არ ჭირდება. დიახ, ჩვენ ვამბობთ რომ ამ ქვეყანას ჭირდება ისეთი ინვესტიციები, რომელიც განავითარებს წარმოებას, რომელიც განავითარებს ტექნოლოგიებს, რომლებიც იქნებიან ეკომეგობრული ინდუსტრიები. დიახ, ჩვენ ქვეყანას ჭირდება მხოლოდ ისეთი ინვესტიციები, რომელიც შექმნის ღირსეულ სამუშაო ადგილს, ღირსეულ ანაზღაურებას და სტიმულს მიცემს განათლების სისტემაში სხვადასხვა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ესეთი ინვესტიციები გვინდა და არა ისეთი ინვესტიციები, რომელიც მიწას გვართმევს, წყალს გვიწამლავს, ტემპერატურას კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენ ქალაქებში, გვახდევინებს უამრავ ფულს მის მომსახურებაში, ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით და რომელსაც მონებად ჭირდება ჩვენი მოქალაქეები. ესეთი ინვესტიციები შორს ჩვენგან. ესეთ ინვესტიციებს შევებრძოლებით ჩვენ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ვითარებაში. და გონი დასრულდა რა ამ ქვეყანაში ის დრო, როდესაც ესე იგი ბენდუქიძე, კვირიკაშვილი, ივანიშვილი, სააკაშვილი იძახდნენ რომ აი ინვესტიცია და გაჩვდით. ხმარა მოიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოთ. აღარ არის ეს დრო ცოტა წინ წავიდა ეს ქვეყანა და ცოტა უყურებს ამ საკითხებს სერიოზულად. ეხლა მოდით ერთ არგუმენტსაც შევეხოთ, რა თქმა უნდა ძალიან დაბალი დონე არის, რაც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, დაწყებული მამუკა ხაზარაძიდან დამთავრებული ისინი რო არიან ცოტა შავრაზმელების შთამომავლები, რომლებიც ამბობენ რომ აი შავები შემოდიან და მართლა კანის ფერზე და სისხლის ჯგუფზე ამახვილებენ ყურადღებას. უბრალოდ უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ სხვა რამეს ვამბობთ. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება თუ ჩვენ კანონს დაიცავს, ჩვენს წესებს დაიცავს, ჩვენს საკონსტიტუციო წესრიგს დაიცავს, დასახლდეს ამ ქვეყანაში. მაგრამ ვიღაც რო სახლდება სხვა ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოში, ხო არის საჭირო შესაბამისი ინტეგრაციის პოლიტიკის გატარება, რომ ჩაეწერონ ისინი ადგილობრივ კონტექსტში, გახდნენ ამ საზოგადოების ნაწილი, გახდნენ აი ამ თანამეგობრობის ღირსეული წევრები, ხო? როცა ასეთ პროექტს ახორციელებ და ამბობ, რომ ბინების 60% ნორვეგიელებზე, არაბებზე, ინდოელებზე და ამერიკელებზე უნდა გაიყიდოს, არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებაზე იყიდება, ხო? აი რას ახვედრებს შენ ინტეგრაციისთვის? ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი? 6 წელს ჭიათურის მანგანუმის გასხურსების დროს დადებული ხელშეკრულება 20 წელი გავიდა და ამ 20 წლის განმავლობაში უამრავი ტანჯვა გამოიარა იმ რეგიონმა, დღემდე არ ვიცით დეტალები, რა, როგორ და რაზე არიან შეთანხმებულები და რა პირობებით. ასე რომ კი, უმძიმესი ვითარება და ესეთი ყალთაბანდი ინვესტორებიც იმიტომ მოდიან ამ ქვეყანაში, რომ იციან, რომ კანონს მოირგებენ თავის თავზე. საგადასახადო პოლიტიკა ისეთია, რომ ფაქტობრივად არაფერი არ აქვს გადასახდელი და მათთვის არის შექმნილი 64. ანუ მიზანი ესეთია, რომ საქართველოს ჯოჯოხეთად იქცეს ჩვენთვის და გავიქცეთ და მე სადაც გავიქცევით იქ ხმას არ მიგვაცებინებენ და ასეთი ინვესტორებისთვის იქცეს 64-ში. ჩამოვიდნენ, არც ფული გადაიხადონ, არც კანონი გადაიხადონ და მდინარეებთან ახლოს, სადაც წითელი ნუსხის სცენარეებია, იქ დასახლდნენ და გოლფი ითამაშა. ეს ქვეყანა საფრთხეშია, ჩვენი ქალაქი საფრთხეშია, ჩვენი სასიცოცხლო სივრცე საფრთხეშია, ჩვენი ბიუჯეტი საფრთხეშია. ერთი კომპანია აპირებს თავისი მოგების სანაცვლოდ, თავისი ინვესტიციის გაატკეცების სანაცვლოდ მოგვისპოს ყველაფერი. ჩვენი ქალაქის ირგვლივ, ჰაერიდან დაწყებული, დასრულებული ნორმალური სამუშაო ადგილების მოპოვების შანსით. ხო, ესეთი პროექტებით თუ ვივლით ჩვენ წინ, განწირული ვიქნებით მართლა აი ესეთი დაბალანაზღაურებადი, დაბალკვალიფიციური სამუშაოებისთვის და ეს ქვეყანა მართლა შეიძლება ბოლოს დაიცალოს ყველანაირი სასიცოცხლო ენერგიიდან და დარჩეს რაღაც ინვესტიციების უხარისხო დაბალი დონის ინვესტიციების პოლიგონად. ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებით
ყოველ ხუთშაბათს ვარიგებთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სოციალ-დემოკრატიულ გაზეთს და სულ ცოტა ხანში ამ გაზეთთან ერთად ჩვენ დავარიგებთ აი ამ ადამიანების თანამონაწილეობით შედგენილ პროკლამაციასაც, საინფორმაციო ბარათსაც, სადაც ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხი განხილული იქნება. და როცა ჩვენ ვსაუბრობთ Eagle Hills-ის პროექტზე, პირველი სიტყვები რაც გვახსენდება ეს არის ეკონომიკა, სოციალური სფერო, გარემოს დაცვა, ქალაქის დაგეგმარება და აი ამ სფეროებიდან გამომდინარე, იქ არსებული კითხვებიდან გამომდინარე იქნება შედგენილი ეს ჩვენი პროკლამაცია და გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ და ხუთშაბათობით მოგვაკითხოთ და ესეთი საინტერესო მასალები გამოგვართვათ. გავრცელდება ეს მასალები ასევე ჩვენი სოციალური ქსელებითაც და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, დალაგება და ის ზანზალაკის ნიშანი რო არის, იმასაც დააწექით, რომ მოგივიდეთ 21, 22 და იმედია კიდევ ძალიან ბევრი პოდკასტი, რომელსაც ჩავწერთ. დიდი მადლობა ნიკოს და ნანოს ჩვენთან ყოფნისთვის. კარგად გზარდებოდეთ.